მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი გამოხმაურებისათვის, თითოეული მოწონებისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის და იმ პოზიტიური ენერგიისათვის, რომელიც ჩვენ დავატრიალეთ ერთად ჩემს არხზე. ასევე ახალო მაყურებლებო, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი გვერდი და მოწონების შემთხვევაში დამილაიქეთ ვიდეოები. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული პიროვნება კონტაქტზე, რა უშლის ამაში ხელს, რა გარემოებები უშლის ამაში ხელს და რატომ არ გამოდის. პირველ რიგში მოდით ავწეროთ ეს პიროვნება, თქვენ მანამდე კონცენტრირდით, წარმოთქვით მისი სახელი, ხმამაღლა ან გონებაში და მე კი დავიწყებ. როგორი პიროვნება არის ჩემი მაყურებლების მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. თუ აღწერილობა დაემთხვა, შეგიძლიათ გააგრძელოთ ყურება. როგორია? მინდა გითხრათ, რომ ძალიან პოზიტიური კარტები ამოვიდა. ჩაფიქრებული პიროვნება არის ემოციური, ცხოვრების მოყვარული, მეოჯახეთ, გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად და გონივრულად, უყვარს მოქმედება, ლაპარაკის ნაცვლად და ოცნებაც უყვარს. კიდე, ამ წუთას ეს პიროვნება არის აპათიურ მდგომარეობაში, თითქოს იმ შანსებს, რომელსაც სამყარო თავაზობს, არ იღებს, არის მოწყენილი, დახონებული, ჩაფიქრებული. სამყარო ეუბნება, ინახე, შანსი მაქვს შენთვის, მაგრამ არც კი უნდა, რომ ამ შანსისკენ გაიხედოს და გამოართვას სამყაროს ეს შანსი მადლიერებით. კიდე როგორია? არ ვიცი, როგორც კომენტარებიდან გავიგე მამაკაცების გვიყურებენ. მოკლედ, ეს პიროვნება, თუ მამაკაცებმა ჩაიფიქრეთ, არის ძლიერი. ადვილად იცავს თავის აზრებს, შეიძლება იყოს ენამწარეც, თავისუფლად შეუძლია გავიდეს ნებისმიერი ურთიერთობიდან და თუ რა თქმა უნდა, გოგონები ალბათ უმრავლესობა მიყურებთ და რა თქმა უნდა, მამაკაცს ჩაიფიქრებდით, რაღაც ამ წუთას არის რაღაც ქალურ ენერგიებში, შემიძლია ვთქვა, როცა გარდა იმისა, რომ არის ძლიერი პიროვნება და მარტივად შეუძლია გადაჭრას, ნებისმიერი საკითხი დატოვოს, ნებისმიერი ურთიერთობა და ასე შემდეგ, ამ წუთას შეიძლება ქონდეს ქალის პოზიცია დაკავებული, იყოს ქალურ ენერგიებში. რაღაც საქმეებში შესაძლოა იყოს, რაღაც პოზიცია შესაძლოა ეკავოს, შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომლის რჩევასაც ხალხი ითვალისწინებს, გარკვეულ წრეებში ქონდეს ავტორიტეტი, რომელთან ურთიერთობაც ადამიანებს მოსწონთ. აქტიური, ენერგიული ადამიანია. მუშაობს, დღე და ღამე მუშაობს, ძირითადად მთლიანად გადართული არის სამსახურში. ამ წუთას, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება არის ძალიან ლაღი, მეოცნებე, ამავდროულად ძლიერი, ამ წუთას გულჩათხრობილია, რაღაც სიტუაციაში შესული, სადაც გონია, რომ გამოსავალი არ არსებობს და არც ეძებს ამ გამოსავალს, თითქოს დანებებული არის, თითქოს არ უნდა არავისთან ურთიერთობა, არავისთან კონტაქტი, საკუთარ თავთანოდა დარჩენა. და როგორც თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ამ ეტაპზე მისი მატერიალური მდგომარეობა, მისი სტატუსი და თუ ამ პიროვნებას ყავს, ასე ვთქვათ, მშობლების ოჯახი, არის მთლიანად გადართული მათზე და
მათ კეთილდღეობაზე, თავისი საყვარელი ადამიანების, არ ვიცი, ძმების, დების თუ ასე შემდეგ, ანუ სხვებზე არის გადართული. თუ ასეთი პიროვნება არის, მაშინ შეგიძლიათ განაგრძოთ ყურება. ეხლა ვკითხოთ, როგორი არის პიროვნება, თავად პიროვნება, რომელიც ამ გაშლას უყურებს. სამართლიანი, კანონმორჩილით შეიძლება ითქვას, შეიძლება სადმე სტრუქტურაშიც მუშაობს, შეიძლება იურისტები მიყურებს, ან იურიდიული განათლების მქონე პირები, კანონებთან კავშირი ქონდეს საბუთებთან. ანუ სავარაუდოდ, ჩემს ვიდეოებს მამაკაცებიც უყურებენ, ეს კომენტარებიდანაც გავიგე და ანუ ამ კუთხითაც მომდის ინფორმაცია. მოკლედ. თქვენ გარდა იმისა, რომ ხართ სამართლიანი, ასევე ანუ მუდმივად მოძრაობაში ყოფნა გიყვართ. ეს არის არკანი ეტლი, ანუ ამ წუთას თქვი და ამოვიღე კიდეც არკანი ეტლი, რაღაცა გიყვართ ტრიუმფი, გამარჯვება, წინსვლა, რაღაც მაღალი პოზიციები, ლიდერობა, მაგრამ ხართ ძალიან გულჩათხრობილი, რაღაც ურთიერთობიდან გაходით, რაც ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის, რომელიც დათმობაც არ გინდოდათ და რასაც მოკლედ ძალიან განიცდით. ერთი სიტყვით მითხარი, რატომ დომს, რატომ გავიდა ურთიერთობიდან, რა იყო ამის მიზეზი. რატომ აღარ აქტიურობს. რატო დათვლის, რომ რაღაცა ეს ურთიერთობა მივიდა იმ დონემდე, როცა რთულია ამ ურთიერთობაში ყოფნა, როცა ორივე ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით იყურება, როცა ურთიერთობამ დაკარგა ის სიხალისე, ის ელფერი, რაც თავდაპირველად ჰქონდა. იმიტომ რომ თვლის, რომ ამ ურთიერთობას შანსი აღარ აქვს. აღარ მოაქვს ამ ურთიერთობას განვითარება. რაღაც ნეგატიურ ემოციებში ამყოფებს, რაც ძალიან რთულია მისთვის. თუმცა თვლის, რომ რაღაცნაირად ეს ურთიერთობა არ იყო ისე, ანუ აქ შესაძლოა სამყარო, უმაღლესი ძალები, რისიც ამ კონკრეტულ ადამიანს ამსაჯერ იყო ჩარეული, საბედისწერო ურთიერთობად მიიჩნევდა შესაძლოა და თვლიდეს, რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად, აი ეს ადამიანი ხშირად ამოდის ჩემს გასვლებში, ესეთ ენერგიებში მყოფი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ამოწურა ამ ურთიერთობამ ყველაფერი, თვითონ მისტირის ძველს ყველაფერს და ვერ ხედავს შანსებს, რომელსაც აწვდის სამყარო, რომელიც რეალურად არის და უბრალოდ ცოტა რაღაც მოქმედებები ან ხედვა უნდა შეცვალოს, რაღაცა უნდა შეცვალოს. კიდე ამ ადამიანის მიმართ აქვს გრძნობა, მაგრამ ძალიან მტკივნეულია უკვე ეს ურთიერთობა მისთვის, ძალიან ბევრს ფიქრობს ამ ურთიერთობაზე, მტანჯველია ეს ურთიერთობა. ყველა არკანი, რომელიც ამოდის, მიდასტურებს, რომ ურთიერთობას აქვს განვითარების შანსი, მაგრამ თვითონ ეს პიროვნება, ვინც განზე გადგა ურთიერთობაში, ფიქრობს, რომ ურთიერთობას შანსი აღარ აქვს, რომ დაიღალა ამ ურთიერთობისგან და ძალიან მტკივნეულია და თავს ატკიებს ერთი სიტყვით ეს ურთიერთობა მას.